მოგესალმებით ბიჭებო ყველას. მოკლედ დღეს ისევ გადავწყვიტეთ სანადირო წასვლა. არის შაბათი დღე და არის 30 აგვისტო. ესე იგი ვაპირებთ ბოდბის მიმართულებით წავიდეთ. სამნი მივდივართ. მე ზურა და გიორგი, ანუ იცნობთ ბიჭებს ჩემი ვიდეოებიდან. ზურას ყავს კურცხალი, გიოს ყავს ინგლისური სეტერი, ცოტა ასაკში შესული და ჩემი ფრედონი გიცით, აი ეს მაიმუნი ახაც რა. იმედია, კაი დღე გამოგვივა. ვაპირებთ რომ დილით ვინადიროთ, საღამოთი კი არ და დილის ნადირობას ვინადიროთ და მერე დავბრუნდებით რა. წინავს მე ისევ ნახევრად, რომელიც საათი 4 საათი ეხა გახდა რა. საკმაოდ ადრეა. დრო გვაქვს იმისი რომ მოვასროთ იქ ჩასვლა და კარგი ადგილებიც ვნახოთ რა. როგორც ამბობენ, გადამწვარიაო, თუმცა მინდვრები არის და მწყერიც არის. აბა იმედია ვნახავთ რამეს და შესაბამის ვიდეოსაც გაგიზიარებთ. გამოწერეთ ბიჭებო ჩემი არხი. ბევრი უყურებთ ისე რომ გამოწერილი არ აქვს. ლაიქები აქვს ხოლმე ბევრი და გამოწერები იმდენი არ ემატება. რეალურად გამოწერებით საჭირო ვარ რა. გამოწერეთ თხოვნა იქნება ჩემი არხი და ლაიქეთ, მოგეცნობათ, გააზიარეთ. მადლობელი დაგჭებით. ასე დღეში ვარ აი ბიჭებო, მალოდინებენ პირველივეგან. ეგინა ყავას მივირს მე სანამ ეს მოიფიქრებს გამოსვლას. გამოვა ალბათ ცოტა ხანში. ჩავსვათ ძალს. არა და გავამზადე. უკვე ყველაფერი. დინაც კი გავუღე ძალისა. მაგრამ არა ჩას. იმედია გამოვა მალე. ჩავლაგდით. გიორგი დაიქნე გიოხელი. ზურა ეს ხათაშორის თავის დროზე გამოვიდა როგორც ასაკის მიუხედავად და მე ეს გამოვიდა ყველაზე გვიან თავისი როგორც ასაკი ენძაღლი თვითონ ეხლა წავედით დავიძარით უკვე აბა იმედია კაი ნადირობა გამოგვივა წარმატებები ჩვენ შემოვედით ბიჭები მინდორში და ნახოთ აბა რასაო ნახავთ იმედია იქნება რამე ნახე აფრინდა, საიდანაც აფრინდა, აი. ვერ დავინახე. აიღე. დაიჭი მიდი. მიდი დაიჭირე. წამოგიო თან მოყევი. პირველი აიღო ზურამ. ჯეს, მოდი. ემწყერი არა მოსულა ჩემკენ. ხო. წამოზურა ეს ჩავიდით, აი ეს და ქვემოდან ამოუკრუგოთ. ჰა? ხო და წამო აი ეს ჩავყვეთ. დავინახე. ამო როგორ დამასარი აი ესე ჩავიდეთ და გადავიდეთ იქ წამო კაი აჰა აი ქვემოთ ადგილი დაგვრჩება ქვემოთ ადგილი ჰა ხო იქნება ავიღე ბიჭებო ერთსალი
ცალი ავიღე კიდე. აი ჩავარდა. აი ცალი ეს. ციკიდე. ნახე. Savagert ეს არის ყოშორი. აბა, მომე. ოჩო. მესამე ბიჭები. ძმაო, რამდენი წელი ამოვიდა იცი აქედან? პროსტა ვერ ვესროლი შორი. ჰა? შორიდან ამოდის ძალიან. შეიძლება ერთი 5 წელი ამოვიდა აქედან მხრიდან. ზემოდან. ჰა? ხო, მაგას ვიდრე ფეხიდან ამომივიდეს მთელი. ერთ წელი ამოიყვანა წეღანჯაში მეგიყო. 2 წელი. არ უჩერდება სტოიკაზთან. არ აჩერებს ახლა. ეჩემია. კაი, მომე. ფუ, კაი. აი. მეოთხე მოგებრება. მეოთხე ავიღეთ. კარგია. უცბად. გიო, რამდენი ამოვიდა? 4? ხო, მაგითა დაუტრიალ და ჩემი ძაღლი ეთყობა. ესე იგი 4 მე მაქვს, 3 ზურას, 1 გიოს ჯერჯერობით. სიტუაცია გვაქვს ეგეთი რა. ნახოთ აბა რა იქნება კიდე. ბიჭო, ძალიან აქეთ გადმოხვით, ის ნაპირი არ ავიღოთ. მე მაგასთან ახლო არ მივალ ძმაო, თავი დამანებით. ეხა ხო აცდენს, ანუ ერესვის და მე უნდა დავამბრავლო, შენი ბრალიო ჩხაროფო. ერთ საინტერესო ახ. ცარელა თობს. ბიჭო, გადადით აბა იქით. რამდენი გავაცინე ერთ წელს ვესროლე შორს, რამდენი ავაცინე? ხო, ერთ წელს 2. ერთი წელი წამივიდა მარტო, ძმაო, მეც არ მივიდა. ჰა? 4 წელი ავიღე და სულ 6 მაქვს ნასროლი. 6 მაქვს ნასროლი, ძმაო, მეტი არ მსროლიო. აი რაც არის 6 წელი ხო წინ მედო აქა და 2 წელი კი ჯიბეში მედო, ზურას მოცემული. აგე ჩემ ძაღლთან შეიძლება რამე იყოს. ნახე ბიჭო, ნახე რა ამბავია მაღლა. ისა, კვალი აქვს, მოყევი გიო დროზე ცოტა. სადღაცა გაურბის, შეიძლება ბევრი ამოვიდეს ერთად ოღონდ. აჰა, აი გავდივარ იქით. აგე. დავიდა, ერთი ჩამოვარდა. დავინახე ის ერთად ჩერდა. აგე. დაკიდა. ეგ არის, დაжда. წინ, მალე. ნახე ჯესი, ნახე. მიდი მანდარი. აგე. შენი აგიო. გეფიცები გახეთ გამართლა. არა, შენ ძახს უყურე გიო. ესა გიო კერდა ზურა. ძალიან უტრიალებს, კიდე რამე ხო არ არის შემთხვევით. აგე სტოიკა, გიო, სტოიკა.
აუ რა ეგ მაგარი რამე მოხდა ძმაო მაგარი მოკლედ ეხა ვაპირებთ ადგილის შესვლას 4 ცალი მიავიღე გიო რამდენი აიღე 5 გიო ზურაში რამდენი აიღე 5 დამჩაგრეს ბიჭებო სამწუხაროდ დამჩაგრეს მაგრამ ხდება ხოლმე რა ეხა ამათაც ხონა გაუხარო გულების რომ ეხوار დავხოცავ რა გადავალთ აბასვადლი და იმედია უკეთესი ადგილი იქნება აგე აგე Pediu. Oba. Chodź. Mamy. Tarki. Fu. Kaj. Ajre. Chodź. და მე აგი შევიდეთ, აგი ისინი ჩამოწლე. აუ შენი დედა ვატირ. Eba. Okay, oh yeah, sale. Hoppa. Okay. Ek se bichebo. Any დედაც რა დავიღალეთ ბიჭები დაცხა 9 საათია იმან მოკლა 8 ცალი რამდენი მოკალი? 12 6 თუ 5 12 იმედი მოგა ახლა 12 მოკლას ჯანდაბა სუნთელი ამას დაუხუცია სულ რამდენი მოკალი 7 8 6 ცალი მე მოკალი ერთ წელი შეստოიკას ავაცინებ, წრეს გული გავუსვდა და ჩამოვარდა სიცილისგან ალბათ. მოკლედ. ეხლა ჯამთ. მე მინდა კიდე შესვლა მინდოში, მაგრამ ამათ არ უნდა. ნახტება რა იქნება. რაო? კომენტარებად ზევანდელ დღესთან დაკავშირებით. გადასარევი იყო. გადი დამელოდე მეც მოვან გავალმივალ. მოდი. მოკლედ ბიჭებო ვიყავით ბოდბეში ჩასულები. ადგილები არ იყო დამწვარი. ბევრი ვიცანტარეთ, ცოტა ვიცანტარეთ. 8 საათზე უკვე მანქანაში ვისხდით და ადგილებს ვეძებთ. ეხლა არის 10 საათი. არაფერი აღარ მომდის. просто ვისვენებთ რა. გამოწერეთ. მოგესალმებით ბიჭებო, ყველას. აი ხა გამოვედით. მეორე გამოსვლა დღეს როკის. დღეს არის 26 აგვისტო. წამოვიყვანით როკი მარტო არა თქმა უნდა უკვე, აღარ ვატარებ ჯესისთან ერთად. გუშინ ჯესი მყავდა. ფოტოშოპის კარგი ნადირობა გამოგვივიდა. ეს მარტო როკი ყავს. ლიანად ყურადღებას როკის მივაქცეთ. ნახე როკი. თარმინდოდა ერთი პატარა ვიდეო. გადამიღო როკისთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ისეთი არა გიო გარაფერი არა. ისეთი ის გამოიწვია. წამოდია როკი აქ. ჩემო ვიდეო. რა რატო წავიყვანე გახსნაზე შაგრიში ძაღლი გაგეშილ ძაღლთან ერთად. ამ ყველაფერზე მინდოდა რომ მეპასუხა თქვენთვის რა. მოკლედ სანამ
სეზონი გაიხსნება. ვინ ჩემარხს უყურებთ, იცით რომ ყოველთვის ვატარებ ძაღლებში. სულ დამყავს მინდორში, იმისთვის რომ მინდორს მიაჩვიოს, დიდ სივრცეს მიაჩვიოს და დამიჯეროს შესაბამისად. მიდი ნახე, მიდი. დაჯერება ისწავლოს, მოსვლა ისწავლოს და ასე შემდეგ. რა უნდა ისწავლოს მოკლედ მინდორში. თობს რა თქმა უნდა არ ვისვით, არ უკლავთ მწყერს, რავი, ვისაც ვინც უკლავს, თუმცა შეგარგოთ, რავი. არ მიმაჩნია ექსტორის აქციელი. გამყავს მე მინდორში, პირველად გამყავს ხოლმე. ანუ პირველი ძაღლი არ არის მოკლედ ეს რომ ესაც გეშავ რა. რამდენიმე მყავს უკვე დაგეშილი. ხო და გამყავს მინდორში. გაგეშილი ძაღლთან ერთად, მარტოს ოღონდ, მარტო არ. და ნახულობ თოფის ხმაზე რა რეაქცია. თუ თოფის ხმისა არ შეეშინდა, მაგ შემთხვევაში კიდე 1-2 გაყვანა გამყავს გაგეშილი ძაღლთან ერთად ისევ ჩვეულებრივ ნადირობ. და მე რამდენიმე გაყვანა გამყავს ცალკე, რომ უშუალოდ უკვე თვითონ დაიწყოს მუშაობა და ქონდა შემთხვევა, როდესაც ძაღლი გაზარმაცდა და იმდენად მიეჩვია მეორე ძაღლს, რომ იმის მოძებნილიდან აგრძელებდა მოძებნას რა. ამიტომ ეგ პრობლემა რო აღარ მქონდეს ისევ 1-2 გაყვანა გამყავს ხოლმე გაგეშილთან, მე მარტო დამყავს. ახლა ამ შემთხვევაში თოფის ხმას თუ შეეშინდა, მაგ შემთხვევაში უკვე ცალკე ვატარებ ძაღლს სრულიად. ნეგიო ნელა არ წაიქცე, ნელა ნუ დარბი ხარ მასე, ნელა ჩემზე წინ არ წახვიდე. თოფის ხმას თუ შეეშინდა, რა თქმა უნდა, უკვე დამყავს. გაიქეც მიდი ნახე. დამყავს მარტო, აი ხა როგორც ავართ გამოსულები. ანუ თლიანი კონცენტრაცია მაქვს ძაღლზე. ანუ ამ დროს რა თქმა უნდა ხა იმის ილუზია არ უნდა ქონდეს, რომ 10 და 15 წელს ერთ წელსაც რომ ერთით რომ მოუკლავთ, ჩათვალეთ საკმარისია რა. მეტი არ არის საჭირო. ყველა გამოყვანას თვითონ რომ მოუკლავთ, თან ცოტა აზემოვა და ხა არ იცის რატო უნდა ირბინოს წინ რა, არ დარბის ხედავთ. და არის ხმა მინდოდა კიდევ რა. მოკლედ როცა გამოვიყვანე იმ დღისით გახსნაზე. ეხლა სადაც ვარ, ამ ადგილებში იყო ხოლმე ბევრი მინდვრები. წელს აქეთ მინძაღლები დამყავდა, რამდენად ყავდა, მწყერი კარგად იყო და სხვაგან ეხლა სიმართლე გითხრათ ამ სიახლოვეს მინდორი აღარ მიძებნია. აღმოჩნდა რომ აქ ახლო არის მინდვრების სიმცირე, რამაც გამოიწვია ის რომ როდესაც მინდორში შემოვედი, ესე იგი, აი რა პატარა მინდორია წარმოიდგინეთ რა. 3 რუსული სწავლა ვიხმარო პარტია ნადირობდა ამ პატარა მინდორში. ანუ წარმოგიდგენიათ 3 პარტია რამდენი ადამიანი იქნება თითოში დაახლოებით 2-3 კაცი იყო რა. პირველი 3-4 გასროლა როდესაც განვახორციელე, ძაღლს რეაქცია არ აქვს თოფისა, პირიქით მოვიდა, როდესაც ჩამოვაგდე, დასუნა, ნახა რა სვესროლე, ანუ არ შეშინებია, არ დასტრესილა, არაფერი არ მოსვლია რა. 3-4-ის მერე უკვე იმათმა სროლა რო დაიწყეს და ვერ იგებდა უკვე რა ხდებოდა. აი მაგ დროს უკვე ჩამივარდა სტრესში რა. ანუ არ შეშინდა, არ გაიქცა, არ დამემალა, მაგრამ გასროლის შემდეგ ჩერდებოდა და უკან აღარ მომდევდა რა. აქედან გამომდინარე ხა წამოყვანილი რო ყავს სანადიროთ, მანქანაში დატოვება შემეცოდა, რომ მანქანაში დამეტოვა რა, ისეთი ამბავი იყო, აი არ მეგონა რა. დიდი შეცდომა დაუშვი. ალბათ ჯობდა რომ ვაფშე მანქანაში დამეტოვა და მე მენადირა მარტო რა. არ მეგონა თუ ეგეთი საგიჟეთი დამხდებოდა, გიო ნუ გარბი ხარ ჩემზე წინ. არ მეგონა თუ ესეთი საგიჟეთი დამხდებოდა, თორე მართლა არ წამოვიყვანდი ამას გახსნის დღისით რა. წინა ძაღლებიც ამ მინდვრებში მყავს დაგეშილი, ეგეთი ამბავი რაც წელს დამხდა, არასდროს არ მინახია რა და აქედან გამომდინარე მომცა გამოვიდა ზუსტად ეს შედეგიც რა. რაც შეეხება, ანუ ბრეტონს დამინტერეს რომ ძაღლიო სტოიკას ვარაკეთებს და წერიო თავისით ამოგდისო ფეხიდან და რანაირი მუშაობაო. შეკაი ადამიანო, როცა არ იცი მინდორში რა ხდებოდა, გიო მე გამოვყევი. როცა არ იცი მინდორში რა ხდებოდა, დამოიქით გადავიდეთ აქეთ ცოტა დაბალი ამბროსია. მინდორში არ იცი რა ხდებოდა. და მეუბნები მასეთ რამეს. ფაქტიურად მე ნადირობდი სხვის ნავალში, ანუ სხვა რო გაილდა უკან მივდივდი მე, ხა როგორი დამფრთხალი მწყერი ხდებოდა, ხო წარმოგიდგენიათ, ანუ გადასული, გადმოსული, ნასროლი. ხო და ნახე? ხო და შესაბამისად
ძაღლმა მაგდრო სტოიკა როგორ უნდა გააკეთოს, როცა მწყერი ახლო არ უშვებს. ეგ ხო რეალური არ არის რა. ამიტომ ზედმეტი პროფესორობისგან გეხოჭებით თავი შეიკავეთ ხოლმე, როცა აზრი არ ახათ იმ მომენტში რა იყო და როგორ იყო რა. აი შემიფასეთ ბიჭებო, ძაღლის მუშაობა, დაიდება ვიდეო, ძალიან მაგარი ვიდეო გელოდებათ. გეტყვით იმას, რომ პირადად მე დაგასპოილერებ და გეტყვით, რომ 5 წელი დამაკლდა ლიმიტს და ეს 5 წელიც დაღლილობის ამბავში თორე მაგრად ვაცდინე და ბევრს ვერ ესროლე რა, წამევიდა ბევრი. უბრალოდ სროლა რო ვერ მოვასწარე. ხო და შემიფასეთ მაგ ვიდეოთი აბა ძაღლმა როგორ გააკეთა, რა გააკეთა. მარტო 2 თუ 3 წელი ძაღლმა ცოცხალი დამიჭირა, ვერ მოვასწრო მწყერმა ამოფრენა. უყურეთ ვიდეოს და დამიწერეთ კომენტარი აბა. რას მეტყვით მასეთ მუშაობაზე. ეხლა გავაგრძელებ როკის დარებას. თავის ირბილი დარბის რა. ახოთ ეხლა მწყერს ვნახავთ. თანა იგი ყავს ამოყვანილი პირველად. სანადიროდ ხო პირველად ახარ მწყერზე. აზრს აბა არ ხო, კი. ხო და ნახოთ აბა იმედია ვნახავთ რამეს რა. 1-2 წელიც რო ამოფრინდეს. ჩვენ გულს გავიხარეთ რა ვსწავლია. წამო როკი. და ანჩენს კიდე რავი თუ რამე კითხვები გექნება და რჩება გექნებათ მითხარით ახლა. უაზროდ ლეკვის თემაში იმ პოსტშიც დავწერე, კი არა და იმ ვიდეოშიც დავწერე კომენტარი რომ უაზროდ ნუ გამოხდებით მეთქი და იმედია თავი შეიკავოთ რა. მასეთი კომენტარებისგან ხალხო მირჩია, მადლობა მოუხადე რჩევისთვის, კიო ჩემზე წინ უმიდიხარ. მადლობა მოუხადე ყველას რჩევისთვის, ვინც რჩევის სახით მომცა. ვინც რაღაცა კომენტარი დამიწერა. აი რავი რა. ცხოვრებაში ძმა ლეკვი არა ყავთ ზოგს დაგეშილი და ზოგს დაგიგეშიათ, კი არა და აგიყვანიათ და უმეტესობას მინდორში გაგეშვათ. ეხლა პირადად მე სახელებს და გვარებს ვერ გეტყვით რომელს აკავთ გაშვებული, მაგრამ ეხლა მაგალითად ბოდბის ბოლოზე რო გავიარო, აი ბიჭები წერდნენ რომ სავსეაო ძაღლებითო. მე არ უშვებ ძაღლს მინდორში, ესე არ ავტოვებ როგორც კიდე ასე თქვა არ გამოდგეს ჭყალებში. იო, ჩემსთან უკან. მე მინდორში არ ავტოვებ, იმიტომ გიო რომ მაღალი ბალახია და ნუ გარბი ხარ ჩემს. მე მინდორში არ ავტოვებ ძაღლს და შესაბამისად ვიღაცა ხოტოვებთ არა. ხო და როტოვებთ ის ვიღაცა დარწმუნებული ვარ, ის ვიღაცები მიწერენ ეგეთ არასწორ კომენტარებს. თორე ნორმალური ადამიანი მას აკომენტარს, მასე კი არა, ჩემი სახით ჯიგრულად გეტყვის. ხო, ეხა ჩემს როცა გაძლევენ მადლობის მეტი რა გეთქმის ადამიანს რა. ანუ შენზე რაღაცა ღელავს. რაღაცა უნდა რომ კარგი იყოს შენკენ. მაგრამ როცა რაღაცას გიწერენ რომ ძაღლი არა მუშაობს ძმაო და რაღაცა რავი ძმაო, ყველამ თქვენ თავს მიხედეთ რა. კიო, ნუ გარბი ხარ ჩემზე წინ. ყველამ თქვენ თავს მიხედეთ რა. თქვენ გულებს ჩაიხედეთ და გადახედეთ თქვენს ძმაკაცოში ვინმე გეყოლებათ დასარიგებელი და ისევ ის დაარიგეთ მას სტილ დარიგებით. სულ ეს იყო ბიჭებო, რის თქმაც მინდოდა. ეხლა რავი გავყვებით და თუ რამის ვნახავთ. რა, წერი ამოგვივიდა. ხო, ცალკე ვიდეოც იქნება ისევ. თუ არა და რომელიმე ვიდეოს მივაბავ და იქნება რა. გამოწერეთ ბიჭებო ჩემი არხი, გამოწერეთ, ბევრი უყურებთ ისე რომ არა გაქვთ გამოწერილი არხი და ლაიქებია ხოლმე ბევრი გამოწერები, ანუ გამომწერი იმდენი არ არის, რამდენიც ლაიქებია ხოლმე და ხო, გიო, არაძე. მოკლედ ბიჭებო, ვიდეოს რო ვამონტაჟებდი, გამოჩნდა სურვილი რომ ეს პატარა ვიდეო ჩამოწერა და თქვენთვის ასე ვთქვათ, რჩევის სახით მე თქვა 2 სიტყვა რა, ბოდბესთან დაკავშირებით, ბოდბეში ნადირობასთან დაკავშირებით. მოკლედ ვისაც სურვილი გექნებათ ბოდბეში წახვიდეთ და ინადიროთ. ჩემს მოგცემთ რომ წინა დღეებში საღამოთი როცა გეცლებათ 1 საათით მაინც ჩაიარეთ, ნახეთ რა ხდება, როგორ ხდება. სად რა ნამკალია, თორე დაგემართებათ ჩვენსავით რა, ანუ გადამწვარია მთელი ბოდბე, მინდვრები არ არის, ზემოდან რო გადახედოთ არის მწვანე მიხვალ ადგილზე და 1-2 ღერია მწვანე ამასული დაბალი და მიწა რა. ჩვენ შევედით დილას 7:15 წუთზე მინდორში, ანუ დღეს 31 აგვისტოა. 7:15 წუთზე გათენდა, რო შევედით 7:15 წუთზე ჯერ კიდე მწყერი არ აჩანდა ბალახის ფონზე, დაბლზე ფრინდებოდა, თან დაბალი ის იყო, ბალახი იყო და გარბოდა, გაუდიოდა ძაღლს და შორიდან ამოდიოდა, ანუ სტოიკას ძაღლს არ უჩერდებოდა, არც ახლოში არ ამოდიოდა ისეთ სასროლზე, რამდენიმე წელი კი ავიღეთ, მაგრამ აი ძალიან ფართხი ფურთხით რა, მოკლედ 7 საათზე უკვე ფაქტურად ნადირობა დამთავრებული ქონდა, შეიძლება ითქვას რა. როგორც კი მზე გამოვიდა და ოდნავ დათბა, მწყერიც გაქრა რა.
წერი გაქრა, ადგილები აღარ იყო, ხალხი რო გითხრათ რომ ბევრი იყო მეთქი მოგატყობთ, ანუ სულ 1-2-3 მანქანა დადიოდა, მაგრამ დადიოდნენ ჩვენაირად. ადგილებს ვეძებდით, ვიც გადავდიოდით, გადამოდიოდით ადგილებში, მაგრამ ყველგან ერთ და იგივე იყო რა, ანუ ყველგან იყო დაბალი ბალახი. ან იყო ადგილები, სადაც იყო ცოტა მაღალი, გორებში ავედით, გორებთან თითქმის და იქ კიდე იყო ქვიანი და იყო სემინჭკა და მოკლედ იქ არ შევედით რა. ალბათ იცით რომ ამ ადგილებში გიუგზავნა ძალიან ბევრი და ეხა ნამდვილად მოსაკლავი ძაღლი და დასაქმენი თავი არ მინდა რა. საერთოდ არ მინდა ასეთი ნადირობა მე. აქედან გამომდინარე, მოკლედ ვისაც გენდომებათ ნადირობა, ჯერ გიჩვევთ რომ წინა საღამოთი წახვიდეთ და ადგილები ნახოთ, შეიგულოთ ასე თქვათ. ან აი ეხლა მაგალითად ჩვენ ერთი გასვლა გავაკეთეთ სეზონისა, ყოველ წელს ეგრე გვემართება რა, პირველი გასვლა ესთია ხოლმე რა, 5 წელი, 6 წელი შარშან სეზონის გასვლა 3 წელი მოყალი პირველად მაგეთ რო ვიყავი რა. მე კი ხოცავდი საკაიფო საკმაოდ. აი 10, 12, 15, რა ვიცი, არ მახსოვს ყველაზე მეტი რამდენი მოკალი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვკლავდი რა. ხო და ამის მერე უკვე ვიცი სად და როგორ უნდა ვიარო, მაგეთ ხარ ეს. ხო და ერთი გასვლა გადით და ვინც აი შორიდან თბილისიდან აპირებთ ჩამოსვლას იკითხეთ რა, საით ჯობია წასვლა, იმიტომ რომ ბოდბე გინდაც მაღარო, გინდაც გამარჯობა, ეგ სულ ერთი ბოლოებია. ხო და უნდა იაროთ ესე ტყუილად გზააბნეულებმა, უნდა ეძებოთ მინდვრებს. სანამ გათენდება, ღამეში ვერაფერს ვერ დაინახავთ, იმიტომ რომ საერთოდ არაფერი არ აჩანს, ანუ ღამე ავედი გორებზე, სხვა გზაზე გადავხედეთ, გადმოხედეთ, დავინახეთ მწვანე იყო, მეთქი ეგ არის და მინდვრები არის, ჩავედით, გათენდა რა მინდვრები, 2 მინდორი. ეგეც დაბალი მინდორი და გაქრა მე ვაფშე მინდვრები რა. ანუ მწვანე კი არის, მიდიხარ ახლო და რეალურად არაფერი მიწაა რა და რამდენიმე მაღალი ღერი ბალახია ამოსული, ანუ წვიმა უნდა რა მოკლედ. ხო და თუ ვერმეს კითხვა გაგიჩნდებათ აი შორიდან საით წახვიდეთ ბოდბეში, უფრო აი გორებს უნდა გადაცდეთ რა. გორებთან უნდა მიხვიდეთ მაქსიმალურად ახლო, მაგრამ მან კიდე არის ძალიან ბევრი გველი და რა ვიცი ხა თუ გიღირთ მანდ წასვლა და რაღაცა ოკაი თუ არა და რავი როგორც გინდათ რა. ერთი რაც მაინტერესებს, აბა ვინმე თუ იყავით კაჭერში, დამინწერეთ კომენტარი. აი ამბასადორიდან რო ადის მაღლა გორებში, ეგ ადგილები მაინტერესებს, შაშან მან დავდიოდი ხოლმე და მწყერი მაგრად იყო, ადგილებიც კარგად იყო და წელს არ ვიცი, არა ყოფილი ვარ და რა ვიცი, როდის წავალ, ალბათ წავალ, მაგრამ როდის წავალ არ ვიცი რა და ვინმე თუ იყავით, დაწერეთ აბა კომენტარებში როგორი ნადირიათ, როგორი ადგილებია, მანდაც მასია გადამწვარი თუ არა. გაუზიაროთ ასე ვთქვათ, ერთმანეთს ისინი რჩევები რა. ეხლა შეიძლება კონკრეტულად ადგილი ვერ მიგასწავლოთ და არ მიგასწავლოთ მეც და არც თქვენ არ მომასწავლოთ, იმიტომ რომ მე ჩახვალ და იქ მთელი ამბავი შეიძლება დაგხვდეს რა, იქ მესმის ყველაფერი. ხო და დაახლოებით ეხლა კაჭერთი დიდია პირობითად რა, რო თქვათ რომ კაჭერთში შედარებით უკეთესი სიტუაცია, მეცოდინება რომ იქით უნდა წავიდე ბოდბეში, აი გეუბნებით რომ არ ვარგა რა, რო ჩადიხართ. მე ბოდბეში ჩავდივარ ხოლმე, ესე არკასავით არის რა, დანგრეული არკა არის და მაქედან ჩავდივართ ხოლმე ჩვენ დაბლა. ლიანდაგებზე გადავდივართ და მე მივიდივართ გორებისკენ. ხო და რა ვიცი, არ არის რა, მაქეთ ადგილები მოკლედ ჯერჯერობით არ არის. წვიმა რო იქნება და აი რო გაინიჟოს ერთი კვირა ნახევარი წვიმები, მე ბალახები წამოვა, სიგრილეები წამოვა და უკვე რაღაცა გამოჩნდება რა. ასე რომ ჯერჯერობით გიჩვენოთ რომ თავი შეიკავოთ ბოდბეში. გამოწერეთ ბიჭებო ჩემი არხი და ლაიქება არ დაგავიწყდეთ, რჩევები დაგვიწერეთ და დაველოდოთ შემდეგ ნადირობის ვიდეოს, რომელიც გელოდებათ. არ ყოფილი ვართ იმ ადგილზე, მაგრამ მაგარი ადგილი შევიგულეთ და დარწმუნებული ვარ რომ მწყერიც მაგრად იქნება რა. ნახვდამა.